მის დადგომას უკვე ისე აღარცხელა გვეყო რაც ვიწვევოდით ის ხვატი იყო ესეც საჭირო იყო ეთყობა ყველა დრო რომელიც ღმერთმა დაადგინა არის საჭირო და აუცილებელი და მე მგონი საქართველოში ყველა დროს თავისი ადგილი აქვს მადლობა ღმერთს თუ შეიძლება რომ ვითქვას რომელიმე დრო გამორჩეულია რამით ჩემთვის მაგალითად ძალიან გამორჩეული დრო არის შემოდგომის პერიოდი შემოდგომის ეს ლამაზი თვეები არა იმიტომ რომ თქვათ მე კახეთიდან გახლავარ და შემოდგომა კახეთში ძალიან ლამაზია და ასე თქვათ ბარაქიანია არა იმიტომ რომ ჩემი ასაკით ძალიან გავს შემოდგომის პერიოდს უკვე სიბერისკენ არის ასე თქვათ მიდრეკილი არამედ იმიტომ რომ საეკლესიო ახალი წელი 14 სექტემბერია ინდიქტიონის დასაწყისი მე ამას გახარებ თქვენ მომავალ კვირას ბუნებრივია ვინც ეს არ იცის ან არ იცოდა და არ ბრძანდება დღეს ყველას გადაეცით რომ ბავშვები სიხარულით მიდიან სკოლაში. რატომ? იმიტომ რომ სწავლა იწყება. სწავლა მაინც და მაინც არ უხარიათ, მაგრამ ერთმანეთის დანახვა უხარიათ და მასწავლებლები უხარიათ. ნუ ყველა არა, მაგრამ განსაკუთრებული მასწავლებლები ალბათ. სტუდენტები მიდიან სასწავლებელში, იმიტომ რომ სწავლა იწყება და ერთმანეთის ნახვა უნდა. სამსახურში ჩვეულებიდან გასვლის მერეც გარკვეული სიხარული ერთმანეთის მოკითხვა ხდება. მაგრამ მე მგონი რომ ეკლესიაში უფრო დიდი სიხარულით უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ღვთაებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ღმერთთან. იქ თუ სწავლა იწყება, აქაც იწყება სწავლა. იქ ლოცვა არ იწყება, აქ იწყება ლოცვა. იქ ცხონებაზე არავინ არ ლაპარაკობს, აქ ცხონებაზე ვლაპარაკობთ. ანუ ჩვენთვის იწყება ფიქრი და მოღვაწეობა ცხონებაზე. რაც იწყება ცხოვრებიდან, რომელიც არის ქრისტიანული ცხოვრება. მე ბევრი ფიქრი არ დამჭირებია თუ სექტემბერში რაზე დამეწყო ქადაგება პირველ რიგში, იმიტომ რომ ამას თავად ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა გვაუწყებს. მოგესალმებათ რომ ეკლესიამ დაადგინა 7 საიდუმლოება და პირველი მათგანი ესე თქვათ არის რა თქმა უნდა ნათლისღება მაგრამ ისტორიულად უწინარესი არის ოჯახი ანუ ესე თქვათ ქორწინების საიდუმლოება ჯვრისწერის საიდუმლოება რომელიც ჯერ კიდევ 64-ში დაადგინა ღმერთმა ანუ უპირველესი საიდუმლოებთან არის ჯვრისწერის ქორწინების საიდუმლოება რადგანაც შემოდგომაა და ასე თუ ისე ამ უღიმღამო ცხოვრებაში შემოდგომაზე ფიქრობენ ხოლმე ახალგაზრდები და ძველგაზრდები და საკმაოდ ძველი ხალხიც ასაკში მყოფი ხალხიც იწერენ ხოლმე ჯვარს ლაკავე შეგახსენებთ რომ ვინც მრევლი ბრძანდები და ჯვარი დაწერილი არა გაქვთ კარგია რომ დაიწეროთ ჯვარი ამ დროს არის ქორწილების პერიოდი ძალიან დიდი სიხარულია ბედნიერება და მე რატომღაც ეს ტრადიცია მინდა ჩამოვაყალიბო ეკლესიაში ვინც ეწერება მრევლია თუ არ არის ჩვენი მრევლი ვთხოვ რომ ნახევარი საათი დამითმონ შუაკვირაში ამოვიდნენ და ვესაუბრები ყველას თუ რა არის ქორწინება რა არის ჯვრისწერა რატომ იმიტომ რომ ხედავთ როგორ ოჯახები როგორ იქნება და როგორ ირღვევა და როგორ ნადგურდება თუ გინდათ რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს იყოს აღმავლობა, იყოს შვილების ხმა, ბედნიერება და სიხარული ოჯახები უნდა შეიქმნას. ეს აუცილებელია. თუ ოჯახები აღარ შეიქმნება, ერი გადაგვარდება, გადაჯიშდება და ეკლესიაშიც ხალხი უკვე აღარ იქნება. აღარ მოვა, ვეღარ მოვლენ, იმიტომ რომ აღარ იარსებებენ. აღარც ბერმონაზნობა გამრავლდება. ანუ ყველაფერი დამყარებულია ოჯახზე. ებრაული ნათქვამი არსებობს, რომ ჩემი ციხესიმაგრე, ჩემი ოჯახია. თუ დღეს თვალს გადავავლებთ ოჯახებს, ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა უკვე. ზოგი დაანგრევის პროცესია, ზოგი ხვალე დაინგრევა, ზოგი იქნება, მაგრამ ძალიან მაგრე ინგრევა. რა არის მიზეზი? მიზეზი, ჩემო ძვირფასებო, არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით, რა საფუძვლებს ემყარება ოჯახი. რა არის ოჯახი? რა მოვალეობა აკისრიათ სოლს და ქმარს? ერთი შეხედეთ, სოლ ქმარს ჯვარს რო იწერენ, როგორ აკიმასხარავენ და როგორ პოზირებენ. კამერას უფრო უყურებენ ვიდრე მოძღვარს. ერთმანეთს უფრო უსმენენ ვიდრე მოძღვარი რას გადაგებს და რას ასწავლის. ის ხალხი ვინც ესწრება ჯვრისწერას, როგორ გამოიყურებიან და როგორი კაბებით არიან მოსულები. ხშირად მიფიქრია რომ ყველაზე გრძელი კაბა მემაცვია ხოლმე ჯვრისწერის დროს და ამ დროს მოძღვარი როცა ლოცულობს, სიძე პატარძალის უნდა ლოცულობდეს. და იქ დამსწრე ხალხი ყაყანიროა და უბედურება უნდა ერთად ლოცულობდნენ რაზე? რომ აი ღმერთო ეს ოჯახი შეიქმნა და აბა დალოცეთ. მიეს ნეფეს მეფობა და დედოფალს დედოფლობა. აჩვენენ ნეფეს რა არის ნეფობა დაანახოს დედოფალს რომ თუ შენ თუ გინდა რომ მეფე იყო შენი ცოლი დედოფლად უნდა აქციო. რომ რამხელა ღირსებებია სიძეობაში და პატარძლობაში. ვისი სახე ხარ რომ შენ ნეფე ხარ, ქრისტეს სახე ხარ. ამბიოზე ამოდიხარ და იამბორები მასხორის ხას და შენ დედაკაცო ხარ ეკლესიის სახე. საიდუმლო ესე დიდარს პავლე მოციქული ამბობს ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიის ამას ამბობს ქორწინებაზე რომ ეს საიდუმლო არის დიდიო ლაპარაკია
სოლქრობაზე და შედარებულია ქრისტესა ეკლესიას. ყველა ქართველ მამაკაცს უნდა რომ მისი ცოლი იყოს ქალწული. რატო? ეს უნდა ქრისტეს და იმიტომ თუ ეკლესია ქალწული არ იქნება, ვერ ცხონდება ვერც ერთი წევრი ეკლესიისა. აი ამიტომ ითხოვს ეკლესია, ამიტომ ითხოვს დღეს კიდე ქართველი კაცი რომ მისი ცოლი იყოს პატიოსანი და ასე თქვა, არ არის ლაპარაკი იმაზე რომ მაინც აი თქვა არავინ არ ყარებია და არავის არ ოკოცნია. აქ უნდა იყოს პატიოსანი. პატიოსანი უნდა იყოს აუცილებლად მისი მეუღლე. ამას ითხოვს ეკლესია. გადავავლე თვალი სხვა რელიგიებში რა ხდება, ასევე სხვა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ეკლესიებში და დომინაციებში ძალიან სავალალო მდგომარეობა. ეხლა იმის განხილვას არ შეუდგები, იმიტომ რომ ძალიან გაგრძელდება, მაგრამ როცა მე გადავავლე თვალი მართლმადიდებლურ ანთროპოლოგიას, ანუ მართლმადიდებლურ სწავლებას ადამიანის შესახებ, ძალიან ბევრი რამ გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც, იმიტომ რომ მე თვითონ ბევრ რაღაცას ესე არ ვფიქრობდი, რომ ასე იქნებოდა. რატომ იქნება ოჯახი? პავლე მოციქული, როგორც გითხარით, ივანე ოქროპირი პავლე მოციქულზე დაყრდნობით ძალიან ბევრ სწავლებას გადმოგცემს. და გუშინ მე ცისკრის და მწუხრის ლოცვების შემდეგ მოგახსენეთ, რომ ღმერთმა, ასე ვთქვათ, უფალმა სამოთხეში ინება ადამიანის, ასე ვთქვათ, დაოჯახება. საკვირველია პირდაპირ. ადამიანის სამოთხეშია, ღმერთს ეძრახება, ესაუბრება, მის გარშემო ყველაფერი ტრიალებს, ანუ ყველაფერი შეუქმნა ღმერთმა, ცხოველები, ფრინველები, თევზები, მწერები, რა ვიცი, ლამაზი ხეები, ლამაზი ცხოვრება და ამ დროს ღმერთი ამბობს ყველაფერზე, რომ კარგი იყო და როცა ადამიანი შექმნა, ფრიად კარგი იყო, ანუ ძალიან კარგი იყო. მაგრამ შეხედა ღმერთმა ადამიანს. წარმოიდგინეთ, თვითონ ყველა ცხოველი მოდის მასთან და ადამიანი ეუბნება, შენ ვეფხვი ხარ, შენ ლომი ხარ, შენ ფარშევანგი ხარ. და ადამიანმა მოიწინა და ნახეთ ღმერთი რას ამბობს, ეს მინდა ყველა მამაკაცმა გულის კარებზე, ასე ვთქვათ, ფიცარზე დაიწეროთ. არ არის კარგი ადამიანის მარტო ყოფნა. ნახეთ ჩემო ძვირფასებო, რა სევდიანი სიტყვებია და ეს სიტყვები ეკუთვნის ღმერთს. ვისი ყოფნა არ არის კარგი? სამოთხეშია, ღმერთთან არის, ყველაფერი აქვს და ღმერთი ამბობს, რომ არ არის მისი ყოფნა კარგი მარტო. და მოგვარა ძილი, აქაც საინტერესოა, რატო ძილი? არ შეკითხებია შენი ცოლის ფერთვალება, მწვანე თვალება, თაფლის ფერთვალება, გურული, მეგრელი, კახელი, რაჭველი, ინგლისელი, იაპონელი, არ ეკითხება. იმიტომ არც არსებობს არც ერთი სხვა ეროვნება, მოგვარა ძილი, გამოიღო მისი სხეულიდან ნეკნი, აქ ლაპარაკია ძველებრაულში, არა მარტო ნეკნი, მისი გვერდი, ანუ გვერდი. ერთი გვერდიდან გამოიღო, ასე ვთქვათ, ნეკნი და შეუქმნა მას ევა. და როცა ადამიანი გამოვიდა ძილბურვანიდან, დაინახა თავისი მსგავსი პიროვნება და პირველი ლიტერატურული ნაწარმოები ორმუხლიანი. შესაქმის მეორე თავის 23-24 მუხლები. და ადამმა თქვა ეს სიტყვები, ეს ყველა მამაკაცს გთხოვთ, რომ დაიმახსოვროთ. ეს არის ჩემი ძვალი ძვალთაგანი და ეს არის ჩემი ხორცი ხორცთაგანი. აი თქვენი ცოლი ვინ არის? არა ის რეგვენი, დებილი, კრეტინი, სულელი, ესე იციან ხოლმე ხშირად მიმართვები. ესეთი ანეკდოტიც არსებობს, რომ ცოლი ეუბნება ქმარს, რომ სულელი ვიყავი, უტვინოში რო გამოგყევიო და ხო ხედა უტვინო მომიყვანე ხარო და რაღა გინდაო, რაღაცა მეჩხუბებიო. ესე კი არ უნდა უთქრო, უტვინო ვიყავი და უტვინო იყავი და შტეიდა რეგვენი ხარ, არამედ შენ ახარ ჩემი ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი. და გეწოდო შენ ცოლ, ეწოდოს ამას ცოლ, რამე თუ ქმრისა მისგან გამოვიდა. ეს მუხლი კი უკვე ცოლებმა უნდა დაიმახსოვროთ. ღმერთს ხო შეეძლო რომ ჯერ შეექმნა ადამი და ცალკე შეექმნა ევა. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ეს ასე რომ მომხდარიყო. ჯერ ასე თუ ისე ვიცით ქალებმა რომ კაცისგან გამოვედით და როგორ არ ვემორჩილებით. ახლა რო იცოდეთ რომ ქალი ცალკე შეიქმნა საერთოდ, ხო? აი მაშინ ნახე მე იტყოდით რომ ევა უფრო ლამაზი იყო, ევა უფრო ჭკვიანი იყო, ევა უფრო გონიერი იყო და ასე შეექმნა. ღმერთმა ეს ყველაფერი წინასწარ განიზრახა და ერთი თბესგან, ერთი მასალისგან შექმნა კაციც და ქალიც. ქალი არის კაცის სისხლი და ხორცი, როგორც თქვით, და ცოლია რამე თუ მამაკაცისგან გამოვიდა და პავლე მოციქული აქავე დაასცენს, რომ ჯერ ქალმა შეესწოდა და ასე თქვა მისგან შემოვიდა ცოდვა. ეს უნდა ყოველთვის ახსოვდეს და მას უნდა კონდეს ლტოლვა მამაკაცისკენ. ეს არის უფლის, გინდა წყევლად მეიჩნიეთ, გინდა კურთხევად, ქალი ყოველთვის მამაკაცს თვალებში უნდა უყურებდეს, როგორც ქორწინების საიდუმლოებაში და ეფესელთან მიმართ ეპისტოლეში წერია,
მამაკაც უყვარდეს თავისი მეუღლე როგორც საგვიცავი უყვარს, ხოლო ცოლს კი ეშინოდეს ქმრისა. ეხლა თანამედროვე გოგონები და კალბატონები გულში გადაიკისკისებთ, რას ქვია მეშინოდეს, რომელიც საუგუმია. თუ უნდა გეშინოდეს ღმრთისა და ეს ნიშნავს იმას, რომ სიყვარულით უნდა გეშინოდეს, რომ ისეთი რამე არ ჩაიდინო, რომ ღმერთი არ განარისხო, აი ამ სიყვარულით უნდა შენი ქმარი გიყვარდეს და გეშინოდეს მისი, რომ ისეთი სისულელე და სირეგვენი არ ჩაიდინო, რომ შენი ქმარი განარისხო და შენი ქმრის განრისხება არის უფლის განრისხება, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. იმიტომ რომ მამაკაცი არის დედაკაცის თავი, მამაკაცის თავი არის ქრისტე და ქრისტე არის ეკლესიის თავი და ეკლესიის თავი არის ბუნებრივია მამა ღმერთი. ეს ფორმულა დაიმახსოვრეთ კარგად ქალბატონებმა. ახლა არ იფიქროთ რომ მე თქვენი რაღაც დამორჩილება, დამონება, გამოშტერება მინდა და ასე შემდეგ. პირიქით ეკლესიამ ძალიან მაღალ დონეზე აიყვანა ქალი. რამე თუ ქალწულისგან ინება ღმერთმა განკაცება და ზეციურ იერარქიაში არა მამაკაცია ყველაზე აღმატებული, არამედ დედაკაცი ქალწულ ღვთისმშობლის სახით, რომელიც არის დედა ყველა ადამიანის, არა მარტო მართლმადიდებლის, არამედ მე ასე ვფიქრობ, რომ ის ყველა ადამიანის დედა, ჯერ რა თქმა უნდა მართლმადიდებლებს და მას გერებიც უყვარს, მას მუსლიმანებიც უყვარს, ბუდისტებიც უყვარს, ყველა უყვარს, მაგრამ ჩვენ ვართ მადლით შვილები და ისინი როცა იქნება თუ გახდებიან მართლმადიდებლები, ისინიც გახდებიან, ასე თქვა, ჭეშმარიტი ღმერთის შვილები. გადმოვიდეთ ახალ აღთქმაში. ახალ აღთქმაში პირველი სასწაული საოცარია პირდაპირ აღესრულება კანას გალილეაში, ქორწილში ბრძანდება იესო ქრისტე. რა ეკორწილება ქრისტეს? მოვიდა გავერანებულ, გაპარტახებულ, გაჩანაგებულ ქვეყნიერებას, რაცა ეშმაკები ყავ დახვეული ადამიანებს, კაბოროტებულები, კოჭლები, ხეიბრები, ბრმები, დაცემულები, შეპყრობილები და ასე შემდეგ და ქრისტე მოკალათებულა ქორწილში და ახლა რას გააკეთებდა ქრისტე? ბუნებრივია ახლა იქ არ იცეკვდა და არ იმღერებდა, მაგრამ ხარობდა, ხო? ხიარულებდა, ახლა არ იცინოდა, თქვა არ გაიგოთ ესა თქვა, როგორც თანამედროვე უღდლები ქორწილებში ქეიფობენ ხოლმე, ისე იჯდა ქრისტე იქაც, მაგრამ ბუნებრივია რომ მას უხაროდა პირველი ქორწილი, ასე თქვა, სიმონ კანანელის და როცა უთხრეს რომ წყალი ღვინო შემოაკლდა, კი არ თქვა რომ გეყოფათ, გაჩერდით, всё და წადით ახლა სახლებში დაიშალეთ, არამედ ასე თქვა, ღვთისმშობლის თხოვნა შეასრულა და წყალი გადააქცია ღვინოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ესეთი მარტივია ამ საიდუმლოს შინაარსი, რომელიც ყოველ, ასე თქვა, ქორწინების სვისწერის დროს იკითხება ეკლესიაში. და ასეთი მარტივია მაცხოვრის მოსვლა, მისი მოღვაწეობა, რომ მან კაცობრიობის შემომქმედა და განკაცებულმა მესიამ თავისი მოღვაწეობა ინება წყლის კურთხევით და აქცია იგი ღვინოთ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. სამწუხაროდ ის კომენტატორი არ მახსოვს, მაგრამ ეს ჩემი სემინარი იყო, სემინარიაში ეს ადგილი მაქვს ძალიან კარგად შესწავლილი. სამწუხაროდ ვერ მივაგნე იმ კომენტატორს, ის არც ოქროპირია, არც ბასილი დიდია, დიდი მამა არ იყო, მაგრამ არის ძალიან საინტერესო კომენტარი და ეს გთხოვთ რომ თქვენ დაიმახსოვროთ. აქაც რა თქმა უნდა ოქროპირს დავესესხები ისევ, როცა ოჯახი იქმნება, ახალგაზრდებო განსაკუთრებულად მინდა ყური დამიგდოთ, თავიდან ყველაფერი მაინც იწყება ფეირვერკებით, ლამაზი კაბით, ჩოხა ახალუხით, ხო, ლამაზი სუფრით, ყველაფრით. ამათაც დავძენ კიდე როგორ ხდება ცოლის მოყვანა. ესე იწოდება თაფლობის თვე, ხო? თვეც აღარ არის ხოლმე, კვირაში მთავრდება ხოლმე და რამოდენიმე დღეში. და აი ეს ქორწილიც ამას არის შედარებული, რომ თავიდან ღვინო არის ჩვეულებრივი ღვინო, ხორციელი სიყვარული. და ეს ქორწილშივე დამთავრდა, ეს ქორწილშივე გამოელიათ ხორციელი სილამაზე და ხორციელი სიყვარული და ქრისტემ წყალი გადააქცია ღვინოთ. ანუ ეს ადამიანური წყალივით ურთიერთობა, გაწყალებული ურთიერთობა უკვე რომ არაფერი ძალა აღარ აქვს, გადააქცია ღვინოთ, ანუ სულიწმიდის მადლად. თუ სულიწმიდის მადლი არ შეეშველა ცოლ-ქმრის ფიზიკურ ურთიერთობას, მერე მოდიან საპატრიარქოში, ჯვარი ამყარე, ამ მაიმუნთან ცხოვრება აღარ მინდა, ამ გველეშაპთან ცხოვრება აღარ მინდა და ასე შემდეგ. ივანე ოქროპირი ახალგაზრდებო განსაკუთრებულად დაიმახსოვრეთ, გიკრძალავთ. თუმცა პირდაპირ არა, მაგრამ რჩევას გაძლევთ, რომ ვაჟებო, რომ გეშინიათ ცხოვრების და რომ გეშინიათ, რომ პამპერსი როგორ უყიდო ბავშვს და კაბა როგორ უყიდო ჩემს ცოლს, ნუ მოიყვანთო დიდარ ქალბატონებსო. დღეს ბევრი ადამიანი ეძებს დიდარს, მანქანიანს, სახლიანს, მოკლედ ყველა რო კარგად ყავდეს და ასე შემდეგ. განაკრძალავს რომ დიდარი იყოს პატარაძალი. შეიძლება დიდარი იყოს, მაგრამ თუ შენ გოგო მოყავ სიმდიდრის გულისთვის, შენ სული კი არ მოყავ, ქალბატონი მოყავ.
იმან იცის რომ შენ მაგიტომ მოიყვანე რომ დიდარია ამადან პარლამენტარის მინისტრის შვილია და თელი ცხოვრება შენ მისი ლაქია უნდა იყო და ყოველთვის წამოგაძახებს რომ დიახ შენ მემართალია ლამაზი არა ვარო მაგრამ მამაჩემის ფულები კარგად გინდოდა მამაჩემის მანქანით კარგად დადიხარ და მამაჩემის ნაყიდ სახში კარგად კოტრიალობ ეს დაიმახსოვრეთ მამაკაცებო განსაკუთრებით ეს რჩევა და არა აკრძალვა იმიტომ რომ შენ შეგიძლია მოიყვანო თავდაბალი და მდიდარი გოგონა მაგრამ ძალიან იშვიათია ასეთი რომ მე მან თავისი ქონება და ბზითები არ დაგაყვედროს მეორე ვარიანტი სილამაზით მოყავთ შეეფერება თუ არ შეეფერება მოკლედ ჩაუვარდება გულში ლამაზი გოგო და გინდა თუ არა ეს ლამაზი გოგო უნდა იყოს ჩემი ცოლი რა თქმა უნდა ამას რაჯობია ვის უნდა ახლა მახინჯი ცოლი ხო ბუნებრივია კარგია ლამაზი ცოლი მაგრამ ახაც იონა კროპირი ვაფრთხილებს თუ შენი ლამაზი ცოლი რამოდენიმე დღეში რამოდენიმე კვირაში ან ერთ-ორ თვეში შენ ლამაზ ცოლს შინაგანი სილამაზე არ შეესაფეხურა ნახეთ რა კარგი სიტყვა არ შეესაფეხურა ანუ იმ სილამაზე თუ სულიერი სილამაზე არ დაემატა შენ გეყოლება ლამაზი ცოლი მაგრამ იქნები ეჭვებში მერე ასე თქვა დაიწყებ მერე მის დევნას უკან არ წამართვას არავინ მოკლედ 1000 რაღაცეები და ტანჯვა მოაქვს მერე იმ სილამაზეს და ის კერპთაყვანისმებელი ხდები ჩემი ლამაზი ცოლი დასვის სახში ჯაუკეტე კარები და არ გამოუშვა არსად და ხარ მერე ნერვიულობაში და უბედურებაში და მერე ის სილამაზე ეს ზღაპრებში როა ხომე რომ გადაიქცევა მერე უჩხულად თანამედროვე ფილმებში ღოჯები და კვილები რო ამოზის ხომე ასეთი ქალები ხდებიან ხომე ისე და მესამე ოქრა ესეთი რაღაც დღეს აღარ ხდება მაგრამ მაინც რო იცოდეთ კარგი იქნება აი დიდგვაროვანი მოყავთ ხომე რომ მაინც და მაინც უნდა იყოს შერვაშიძე ბაგრატიონი რომ მოკლედ ერისთავი ამილახვარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კარგია ხა თავადის ქალი რო ყავდეს, სწორად, მაგრამ შენ თუ არა ხარ თავადი, მე თელი ცხოვრება უნდა გავყვედროს, რომ აი შენ ჩემი ხმა ხარ, მე ბატონის შვილი ვარ, თავადის ქალი ვარ და ნუ მოკლედ იონა კროპირი გირჩევთ, რომ შესაფერისი ცოლი მოიყვანოთ. არა იმიტომ გამოარჩიო, რომ ლამაზია, რომ დიდრის შვილია და დიდგვარის შვილი, არამედ მოიყვანეთ ისეთი მივედით უკვე მართლმადიდებლურ ანთროპოლოგიასთან. ანუ ეკლესია გვირჩევს დაოჯახების მსურველი ოჯახდება იმიტომ, რომ მეორე ადამიანი ყავდეს შესაფერისი, ვინც ცხონებაში დაეხმარება. აი რატო იქ ინგრევა ოჯახები. იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ჭამა, სმა, სახლი, ჩაცმა, ყველაფერი ეს არის მეორე და მესამე ხარისხოვანი და ამასო წარმართები ეძებენო. და ჩვენ ოჯახში რა ხდება? ჩვენი გოგონები და ბიჭები ესე თუ ისე დადიან ეკლესიაში, როგორც კი გათხოვდებიან, აღარ მოდიან ეკლესიაში. რატო? უნდა ბუნაგი მოიწყოს, უნდა ახალი მაცივარი, ახალი ტვერსასრუტი, ასე თქვა, რაღაც ჭირდება სარეცხი მანქანა და გადადიან აი წარმართულ მდგომარეობაში. რა ჩავიცვა, რა დაიხურო, რა ვჭამო და მათ ავიწყდებათ, რომ ოჯახი იმიტომ შექმენი, რომ შენ ცხონება გინდა და ცხონებაში უნდა დაგეხმაროს შენი ცოლი, რომ ნებაში არ ჩავარდე. პირველი ოჯახის შექმნის მიზანი არის დახმარება ერთმანეთის, რომ საპირისპირო სქესი მემჭირდება არა იმიტომ, რომ გამრავლდე მარტო. გამრავლება არის ნაყოფი და არა მიზანი. ნაყოფი და მიზანი ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ. მიზანი არის ცხონება ოჯახის, დაიმახსოვრეთ. აი ზოგი შეიძლება რომ შვილი არ ეყოლოს და მე ანგრევენ ოჯახს და სხვა ცოლი მოყავთ ან სხვაგან აჩენენ შვილს. არ არის მთავარი შვილები. აუცილებელია, მაგრამ მთავარი არ არის. მთავარი არის ის, რომ კაცმა აღარ იუფლოს თავის სხეულზე, არამედ ქალმა და ქალმა კი არ იუფლოს, არამედ რომ მოგინდება საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, ცოლი ყავ, იმიტომ რომ მასთან დაიკმაყოფილო შენი მამაკაცური და დედაკაცური მოთხოვნილებები და რომ ცოდვაში არ ჩავარდე. ამიტომ მედგნებათ მეკორწილეებს თავზე გვირგვინები, ანუ ისინი უკვე მეფე დედოფალი არიან და გაიმარჯვეს ნებაზე. აი პირველი ნიშანი ქორწინებისა რა არის მთავარი. ორი ხდება ერთი, საიდუმლო დიდია, როგორც გითხარით, პავლეს სიტყვები ერთმანეთს დაეხმარონ ცხონებაში და დღეს ოჯახები რო იქნება თავარი დავიწყებული აქვთ მირბიან ეკლესიიდან სანამ რამე განსაცდელი ყურებით არ მოათრევთ მერე მათ უკან მერე მოდიან ან ერთი ავად ან მეორე ავად ან პრობლემები აქვს და ვერ ხვდებიან რომ წარმართული ცხოვრება დაიწყეს რა ვჭამო რა ჩავიცვა რა დავიხურო საძინებელი როგორ მოვაწყო სამზეულო როგორ მოვაწყო და წარმართებს ემსგავსებიან ასე მერე და ვერ ხვდებიან რომ სოფელი და თუ დატოვეს და გარდაიცვალნენ, ვერც სამზარეულოს წაიღებენ თან, ვერც საძინებელს, ვერც მანქანას და ვერც ვერაფერს. სიყვარულის და საქმეების გარდა. ასე რომ ახალგაზრდებო, ნუ დაიწყებთ ახლა ლამაზი
გოგოების, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ლამაზიც იყოს, დიდარიც იყოს, დიდი გვარიშოვარიც იყო, ასეთი ხო დიმიტრი იყო გელოვანი ჩემო ძვირფასებო, ერთი იყო ასეთი რა და ნუ მოძებნით, არ არიან დიმიტრი გელოვანები ბევრი. ჯობია რომ შესაფერისი მოიყვანო, ვინც დაგეხმარება შენ ცხონებაში, ამ პარტავნებაში და ზისხში კი არა. და თუ რა მოვალეობები აკისრიათ, მე აღარ მინდა რომ გავაგზავნო და გადაგღალოთ, თი თანამედროვე მამა ერმოლაოს ჟეჭია, ჭეჟია, ესეთი გვარია, მეგრილია წარმოშობით, მაგრამ მოგესალმებათ ქართველი ადამიანები, მოღვაწეობს ათონზე, მას ჰქონდა ოჯახიც, ეხლა არის მონაზვნად, ათონზე ძალიან დიდი გამოცდილება, ასე ვთქვათ, მოიპოვა იქ ისეთი, ასე ვთქვათ, შეხება აქ წყაროებთან. ამ ადამიანზე გარკვეული შეხედულებები არსებობს, ხათ არ ვეთანხმები მე პირადად ბევრ რაღაცეებში, მაგრამ მას ხელი მიუწვდება გარკვეულ წყაროებზე და ასევე თქვენს გიჩვენთ, თორსა წაიკითხავთ ან მოусმენთ, რომელიმე თანამედროვე მამას ყოველთვის მათი ქადაგება შეამოწმეთ წმინდა მამების საგანძურიდან, წმინდა მამების სწავლებიდან, ოქროპირიდან, ბასილი დიდიდან, პავლე მოციქულიდან და ასე შემდეგ. და აი ამ ადამიანმა 10 რჩევა მე უწოდებ 10 მცნებას დაწერა მეუღლეების მიმართ. ძალიან საინტერესოა, ვინც უკვე დაუღლე შეუღლებულები ხართ და ვისაც ჯერ არ აკავთ მეუღლე, სასურველია რომ ეს ყველაფერი თქვენ დაიმახსოვროთ და ალბათ მომავალში ამას თქვენ ამოიწერთ და ეკნებათ სახში. პირველი, ნუ გახდებით თქვენი მეუღლის მასწავლებელი. თუ გინდათ მას რაიმე ასწავლოთ, უჩვენეთ თქვენი პირადი მაგალითი. ოჯახი ორივე პარტნიორისთვის ერთმანეთისგან სწავლის და თვითრიალყოფის საშუალებაა. იციან ხოლმე კაცებმა და ქალებმა განსაკუთრებით სწავლება დარიგება. თუ რამე გინდა რომ ასწავლო შენ ცოლს ან შენ ქმარს, პირადი მაგალითით აჩვენე. ეუბნები რომ ილოცე, აჩვენე როგორ ლოცულობ. ეუბნები რომ იაროს ეკლესიაში, აჩვენე როგორ დადიხარ. მაგრამ რა მოგიტანა ეკლესიამ შენი ცხოვრების წესით დაანახე შენ ქმარს. აი ძალიან ბევრი ქმარი მოდის და მეუბნება, ჩემი ცოლი ეკლესიაში დადის თელი ცხოვრება, მაგრამ იწევლება არ მისუფთავებს, არ მიგვისახს, არ მირეცხავს, არ მივლის, სარეცელს არ იყოფს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ცოდვაა ჩემო ძვირფასებო. ერთმა ქალმა მითხრა ერთხელო ვიმრუშეო, გამეკვირდა საკმაოდ ისეთი ჩამოყალიბებული ქალბატონი იყო და როგორ იმრუშე მეთქი და ჩემ ქმართან ვიწექი დიმარხვაში. და წარმოვიდგინეთ ახლა ქმართან სწავლა გონია მრუშობა. ის ოჯახი დაინგრევა, აბა რა იქნება ახლა ქმართან სწავლა მრუშობა გონია. და როგორ ხო სისულელია ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო. მეორე, მეუღლე მიიღე ისეთი როგორიც არის მისი განსაკუთრებელი თვისებებითა და სისუსტეებით. აი უყურე ჩემო ძვირფასებო, თუ ატყობ რომ შენ მეუღლეს რაღაც პრობლემები აქვს, ფიზიკურად ისეთი ლამაზი არ არის, თქვა ისეთი განათლებული არ არის, ისეთი კვირცხლი არ არის, კარგად ვერ ახევს ხინკალს, კარგად ვერ კერავს, კარგად ვერ აუთოებს, ნუ კი მიაყენებს შეურაცხყოფას, ისეთი გიყვარდეს როგორიც არის. აი ებრაელებს მაგალითად ვისა, მოსემ და რაბინებმა წერია თალმუდში რომ ებრაელი რო სახში მოვიდოდა თუ შემწვარი კარტოფილი მარილიანი იქნებოდა შეეძლოთ სული გაეგდო ამის გამო სახლიდან. ასეთი კანონები იყო უკვე და არის კიდეც. და წარმოვიდგინეთ ქრისტე ეუბნება რომ თქვენ ესო მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ამის კურთხევა და ეკლესიაში როგორი სწავლებაა თუ შენი ცოლი არის ქმარი არ მრუშობს უნდა იცხოვრო მასთან. ბინძურია, მაწყევარია, შიშარა, თქვათ, ძუნწია თუ როგორიც არის უნდა თავისი გარკვეული დაცემული მდგომარეობით უნდა მიიღო. ეს ძნელია, მაგრამ ასია. იმიტომ რომ ერთს რო გაუშვებ და მეორეს მოიყვან, მეორე უარესი იქნება პირველზე მერე. მესამე, ოჯახური ცხოვრება თითქოს ერთფეროვანია, მაგრამ ის საინტერესო ხდება, როცა ორივე მხარე ცდილობს მასში მრავალფეროვნების შეტანას. აი, თქვათ, მივხვდი სახლში და მოკლედ მოწყენილობა უთხარი, გაუყარე ხელკავი თუ მანქანა არ აყავთ, გავისეირნოთ, ყვავილები მიუტანე, წავიდეთ სათევზაოდ, სკვერში, ბაღში, ნათესავთან. ბოლო-ბოლო თუ არაფერი არ შეგიძლია და თან ზარმაცი ხარ, ხო? აი დაუკვიდეთ კალგად, ხანდახან სახლში რომ მიდიხარ, ზაღლი და კატა უფრო თბილად გეგებათ ვიდრე მეუღლე. აი დაუკვიდეთ კალგად, ქმარი რომ მოდის სახლში, ან ცოლი რომ მოდის სახლში. ხო შეიძლება რაღაც სიხარული გამოხატო, შეიძლება ეს გარეგნული იყოს, მაგრამ რაღაცად აჩვენე რომ გაგეხარდა რომ შენი ქმარი სახლში მოვიდა. ეს პატარა ზეიმია მე მგონი უკვე რა. ხოსა შეიძლება ბევრი არაფერი არ მოიტანა, ხელში ჩანთები არ უჭირავს, მაგრამ თითო რომ მოვიდა
და არ დაგირეკეს მორგიდან, არ დაგირეკეს საპატიმროდან, არ დაგირეკეს სამანტყოფოდან, რომ შენი ქმარი აქ არის, ან დაჭრილია, ან რა ვიცი, ნაცემია, არ გიხარია, ხო მოვიდა სახში და გამოხატე რა. აი მოდი ეს ექსპერიმენტი ჩავატარავთ ახლა და ჩვენი მეუღლეები გავახაროთ, რომ ვაგზნობინოთ, რომ ის სახში მოვიდა და გარკვეული სიხარული გამოხატეთ. ეს გარეგნული იყოს, მაგრამ ეს გარეგნული შინაგანში გადაიზრდება მერე. ყოველთვის ეცადეთ გაიგოთ მეუღლის საქციელის мотивация. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცები აზროვნებენ ლოგიკურად, ქალები კი გულით. ეს ადრეს გვიტყვი ამაზე. აი თქვათ, მიხვედი და შენი ცოლი იწეულება და ჭუბობს. შენ კი არ უნდა დაამატო და დედა კი არ უნდა აგინო. უთხარი, აბა თამარ, აბა მაყვალ, აბა ლამარა, დაწყნარდი ქალო, რა მოგივიდა კაცო. რა დაგემართა, ეგეთი ჭკვიანი ქალი ხარ, ესეთი წყნარი იყავი და რა ეშმაკი დაგეტაკა, რა მოგივიდა, თავზე გადაუსი ხელი. შენ კი უმატებ და აგინებ უფრო, ხო უარესი ემართება. ეხლა ეს მაგალითი რო არ მოვიყვანო, ვერ ვაპატიებ ჩემ თავს. ადრეს მithქვია, მაგრამ კიდე მინდა გავიხსენო. ანტიკურ ხანაში ფილოსოფიის მამად ითვლება ეხლას ბუნებრივია სოკრატე. ძალიან საეზღარი ცოლი ყავდა, ახლა მამაკაცებს გაეცინებათ და გაუხარდებათ, თქვენ მარტო ესეთი ჩვენ არ ყოფილვართო. ქსანტიპა. წარმოვიდგინე 24 საათი ეჭვებოდა თავის ქმარს ეს ქსანტიპა და ეს სოკრატე კიდე ბუნებრივია იდგა და მაშინ არც კომპიუტერი იყო, არც არაფერი, წერდა და მუშაობდა. და ბუნებრივია ეს ქსანტიპა ერთხელ დაიღალა, რომ ყურადღებას არ აქცევს ამის ლაპარაკს, თავზე ჩამოასხა წყალი, რომ იქნება ახლა მაინც მომხედო, რომ გეჭუბებიო. ადგა სოკრატე წყალი მოიწმინდა სახეზე და თქვა, რომ ბუნებრივია ამ ხელა ჭაქაქუხილის მერე წვიმა მოვიდოდა, აბა რა იქნებოდაო და გააგზელა მერე ისევ მუშაობა. აი ჩვენი დამოკიდებულება როგორ უნდა დაავღალოთ ჩვენი ცოლებით, როცა გეჭუბებიან მაშინ, რომ არ აყვები, მერე გაჩერდება და წარმოვიდგინეთ, აი ამ სცენის მერე მოდიან მოციქულები, მოსწავლეები და ეკითხებიან სოკრატეს, რომ ოჯახის შექმნა გვინდაო და რას გვირჩეო. წარმოვიდგინეთ, წყალი დაასხეს თავზე, აგინებენ ამ კაცს და ფილოსოფოსია. ახლა ხო ეტყოდა, წადი თქვენი არ მოიყვანოთ, არ გასულერდეთ, რა ცოლი, რის ცოლი. მოიყვანეთო შვილო ცოლიო. თუ კარგი ცოლი შეგხვდებათო, გამონაკლისები იქნებითო და თუ ცოდიო, ფილოსოფოსი ხო მაინც გახდებითო. ნახეთ, ასე საინტერესო სწავლება. მე გამონაკლისი არ მინახია, მაგრამ ბევრი ფილოსოფოსი ქმარი მინახია ნამდვილად. ნუ ეცდებით ნებისმიერი გზით თქვენი აზრის გატანას. ქალებო, კარგად დაუკვირდით. ნუ ეცდებით ნებისმიერი გზით თქვენი აზრის გატანა. ეს მიყიდე, ის მიყიდე და ნუ უსწრებთ აზრს პატრონს. უსწრებთ აზრს მეუღლისას. უფრო იმას ეცადეთ საკუთარი აზრები მოიყვანოთ მისი აზრების შესაბამისად. აი თქვა ქმარმა რაღაცა, ხო? უი, მეც მაგასავ ფიქრობდი. ან ისე გააკეთე, რომ მისი აზრი ფათვისულელი არ გამოჩნდეს და რაღაცნაირად შიალამაზე კი არ უთხრა, რა სისულელეს ლაპარაკო. აი, ეგ კი კარგია, მაგრამ აი ესე ხო არ ჯობია. აქ რაღაცა სიბძნეა საჭირო, რომ ცოლმა თქვა სისულელე თუ ქმარმა თქვა სისულელე, ხო? ოჯახი იმიტომ არის, რომ ეს სისულელე იქნება თუ ნახევრად სისულელე იქნება, ერთმანეთ შეთანხმებით სიბძნეთ აქციოთ. იმიტომ რომ თუ ორივე სულელები იქნება და ერთმანეთს ჭრილს დაუწყებთ, თქვენი ოჯახი ბუნებრივია დაინგრევა და ვერ წავა წინ. სიყვარული იქა, სადაც ორივე მხარე ცდილობს წინააღმდეგობანი ჰარმონიაში მოიყვანოს. ნახეთ, რამხელა სიბძნეა, ჩემო ძვირფასებო, ეს თანამედროვე მამა ბუნებრივია ამ დიდი მამების გამოცდილება. სიყვარული ის არის, რომ ეს შეუთანხმებლობა მამებს ზოგმა კაცმა მითხრა, რომ ასაც ცოლი მეუბნება, ყველაფერს პირიქით ვაკეთებო და ყველაფერი კარგად არისო. ესე არ გამოვა ჩემო ძვირფასებო. ესე იგი, შეთანხმდით, რომ თქვენი ერთმანეთის აზრები სიყვარულით ჰარმონიაში მოიყვანოთ. ეს როგორ უკვე თქვენ სიბძნეზეა დამოკიდებული. თუ თქვენ ურთიერთობას ეკლესიური ცხოვრებით გააბწყინებთ, მისი სიმტკიცის გარანტი უფალი გახდება. ეგ შენი ოჯახი თუ გინდა რომ იყოს მტკიცე, ორივე უნდა იყოს ეკლესიაში. ეს იშვიათი გამონაკლისია, რომ ცოლი და ქმარიც აი ამ მართლმადიდებლურ ანთროპოლოგიას ასრულებდეს. ანუ შენ თუ ცხონება გინდა, ცხონება უნდა უნდოდეს შენ ცოლსაც. რა იცი შენ ცოლო თუ გადაარჩენ შენ ქმარს და რა იცი შენ ქმარო თუ გადაარჩენ შენ ცოლს. მაგრამ აქავე პავლე მოციქული გვეუბნება, რომ თუ ვინმე კაცს ყავს ცოლი ურწმუნო, ან ქმარი ყავს ურწმუნო, მაგრამ მასთან ცხოვრება უნდა, იყავით მასთან, შეიძლება შენი ქმარი გადარჩეს შენი პატიოსნებით და შენი ეკლესიურებით და შენი ცოლი გადარჩეს შენი პატიოსნებით და ანუ არ უნდა გაეყარო იყოს და შეიძლება მოექცეს შენი ანუ განამტკიცე ეკლესიური ცხოვრებით შენი ურთიერთობა
იმიტომ რომ ან კაცია მრევლი და ან ქალია მრევლი და იდეალური არის ორივე და ჩვენს ეკლესიაშიც ერთეულებით უხართ სოლქმარი მრევლი. ანუ თქვენი ოჯახის სიმტკიცე დამყარებული უნდა იყოს ეკლესიურ ურთიერთობაზე უფალთან. ოჯახური ცხოვრების ყველაზე დიდი მტერი ეგოიზმია. აი რატო ინგრევა ოჯახი? მე ესე მინდა, არა მე ესე მინდა. ორი ეგოისტი ქმნის ოჯახს, ეგო მე, დედაშენი, დედაჩები, დედაშენი, შეისეთო და ასე შემდეგ და მე ინგრევა ოჯახი და რატო? ორი ეგოისტია. ერთი რომ აღარ იქნება ეგოისტი, ოჯახი ნარჩუნდება. თუ მეორეც აღარ იქნება ეგოისტი, მადლობა ღმერთს, მე ეს ოჯახი ტკბილად გააგრძელებს ურთიერთობას, მაგრამ კარგია რომ ერთმა მხარემ ითმინოს, მაგრამ სულ ვერ მოითმეს, კარგია რომ მეორე მხარემაც მოითმინოს. და იმ ოჯახის დანგრევის თავარი ზუსტად ეგ არის ორი ეგოისტი, რომ ეჯახება ეს ორი თხა და მე გოგებაშვილის ნოველასავით გადავარდებიან ორივე წყალში. შემდგომში შვილების, ესე იგი თავარი შვილების აღზრდა, შვილების სწორად გაზრდის საუკეთესო საშუალება მეუღლეების მიერ ერთმანეთის სიყვარულის მაგალითის ჩვენება არის. აი, როცა შენ ცოლს ეჩხუბები და ამას ბავშვი ისმენს, ძალიან ცუდ მაგალითს აძლევ შენ შვილს. შენი ცოლია და ეჩხუბე, მაგრამ ის მისი დედაა და იმ შვილს თავისი დედა უყვარს ძალიან. ამიტომ ჩხუბი და კამათი ამის გარეშე არ არსებობს, სასურველია მოხდეს შვილებისგან მოშორებით. შვილებმა არ უნდა დაინახონ, თორე შენ მერე ასწავლი იმას, რომ სიყვარულია თავარი, პატივისცემა, მაგრამ შენი შვილიც გაიზრდება შენაირი მრისხანე და თავხედი, როგორიც შენ ხარ. ოჯახური იდილიის საიდუმლო პატიების უნარშია. ეს ფაქტობრივად დასკვნის სახით არის, თუ გინდა რომ შენ ოჯახში იდილია იყოს, უნდა აპატიო. აი იციან ხოლმე ქმრებმა სიფხიზლეში ხმას არ იღებენ, ორჭეკასო დალებენ, მერე მოდიან და შენ რა მითხარი მაშინ, შენ როგორ მითხარი, შენ მაშინ რო ეს მითხარი, შენ რო ესე მითხარი და ხანდახან ქალებიც ახსენებენ ხოლმე რაღაცა აი დედაშენმა რო ეს არ მიყიდა და მაშინ ეს რომ მითხრა რამ სუქანიაო ჩემზე და ეს ვინ მოგიყვანიაო და მოკლედ არანაირი პატიება და გახსენებები არსებობს ხოლმე. თუ გინდათ რომ თკბილი ცხოვრება გქონდეთ, ყველაფერი დაივიწყეთ. ცოლის მშობლემა რა გითხრეს, ქმრის მშობლემა რა გითხრეს, ქმარმა რა გითხრა, მულმა რა გითხრა, მაზლმა რა გითხრა და ვინ რა გითხრა. ნუ ჩაიდებთ გულში და გული გაინთავისუფლეთ, თორე თქვენი ოჯახი იქნება ბუნებრივია ხარვეზები და ბოლოს ეს ყველაზე აღმატებული ოჯახი უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ტაძარში იკურთხება. მეუღლეთა მთავარი ამოცანა დაეხმარონ ერთმანეთს სულის ხონებაში. მუდამ გახსოვდეთ, თქვენი მეუღლე, თქვენი ხორჩესხმული ფარველი ანგელოზია. ეხლა პიჯვარი არ გადაიწეროთ და თქვა, ვაი მე ეს ყოფილა ჩემი მეუღლე. მართალია. შენი ცოლი არის შენი ფარველი ანგელოზი. როგორ? შენ ცხონდები შენ ცოლთან სწორი დამოკიდებულები და შენი ქმარი არის შენი ფარველი ანგელოზი და დაგიცავს თუ მასთან იქნები ჰარმონიულ, ესე თქვა, ცხონებით და სიყვარულის ურთიერთობაში. რა შორსა ვართ, ჩემო ძირფასებო, აი ამ ყველაფრისგან მე თვითონ პირადად. როცა ახლა 12 დღე ვიყავი გასული ქალაქიდან და ხმამაღალი ნათქვამია ვისვენებდი, მაშინ დავინახე, რა სხვებს ვასწავლი ძალიან ბევრ რამეს და ჩემ ოჯახს ვაკლებ ძალიან ბევრ რამეს. ძალიან ბევრი ხარვეზი დავინახე, როგორ ჭირდება მეუღლეს ქმართან ურთიერთობა და შვილებს მამის დარიგება და სწავლება, რომ როგორ აკლიათ კი ველაპარაკე, მაგრამ როცა ერთად ახართ, ილსუ სხვა რამე არის და ასე კვირაში ერთი დღე ან ორ კვირაში ერთი დღე გამოყავით, რომ დილიდან საღამომდე იყოთ ცოლები და ქმრები და შვილები ერთად, ერთი სადილი, ერთად ძილი, ერთად ლოცვა, ერთად ზიარება, ერთად გასეირნება და დასვენება, ჩემო ძვირფასებო, ეს არის თავარი. და რო აღარ გადაგღალოთ ყველაფერი ეს წერია ქორწინების საიდუმლო ლოცვებში, აი როცა უკვე ყველაფერი დამთავრდება, ღუდერს ამოყავს ამბიონის წინ მეფე პატარძალი და ნახეთ რა ლოცვა ეკითხებათ მათ. ნელა წავიკითხავ, თქვენს ლოცვა ბუნებრივია, როცა ჯვარი დაიწერეთ, ან დაიწერთ, არ გახსოვთ, ან არ მოусმენთ და ეხლა მინდა ეს რა დიდებული და ასე თქვათ ნოყიერი ლოცვა, ასე თქვათ, როცა იკურთხება ცოლქმრობა. მამამან, ძემან და წმინდამან სულმან, ყოლა წმინდამან, თანაარსმა ცხოველმა სწავლებამან. აქ ლაპარაკია რომ ღმერთი ერთარსება, ანუ ღმერთიც ერთობა, ამიტომ არის ჩამოთვალე რომ ასეთი ერთობა უნდა იყოს. ერთ მეუფებამან გაკურთხენ თქვენ,
მოგმადლენ თქვენ დღეთა სიგრძე, შვილიერება, კეთილმოქალაქეობა, სიმდიდრე, სარწმუნოება კეთილი და აგავსენ თქვენ ყოვლითა ქვეყნიერთა კეთილთა და ღირსყვენ თქვენ აღთქმულ სამას კეთილსა განსვენებასა მეოხებით ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა ამინ. Აი ეს კურთხევა ყოფილიყოს თქვენზე სრულიად საქართველოზე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. 4 შაბათს ლოცვა იქნება 4 საათზე და 5 შაბათს 10:30-ზე წირვა იქნება. მკაცრი მართვა არის.